მშვიდობისა საქართველო დღეს 7 აპრილია უყურებთ კურიერს 8 საათზე. დღეს მართლმადიდებლური სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მღვდელმსახურება ყველა ტაძარში ჩატარდება, მათ შორის სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აყავლეს. წირვა დილის 10 საათიდან დაიწყება, წირვის დასრულების შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება. არის დღესასწაულთა დასაწყისი, რადგან ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და მიმართა: "გიხაროდენ მადლობელო მარიამ, უფალი შენთანა, გურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" და ამით მთელს კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას. ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურებები. სიონის საპატრიარქო ტაძარში 10 საათზე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აყავლეს წირვას. ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია გაიმართა საკანონმდებლო ორგანოში. ფორუმის 2026 წლის დისკუსიათა სერია ტრადიციულად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა. მთავარი თემა იყო გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი. ღონისძიებას კი მოდერაციას ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა. ეროვნული ინტერესების მსახურება ბიზნესის გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მხრივ ხელისუფლება და ბიზნესი უნდა იყვნენ მოკავშირეები ამ ეროვნული ინტერესების გატარებაში, რომელიც ბიზნესის ნაწილში გამოიხატება სოციალურ პასუხისმგებლობაში. საინტერესო ფორუმი იყო, ვისაუბრეთ გლობალურ ცვლილებებზე და გლობალურ ეკონომიკური მოდელის ცვლილებაზე და რა გავლენა აქვს მას საქართველოზე. შეხვედრა ჰქონდა ბიზნესის სექტორის თითქმის ყველა წარმომადგენელთან და განსაკუთრებით ხაზი გაისვა იმ მიმართულებებს, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ჩვენ ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი საქართველოს პარლამენტსა და ბიზნესს შორის. პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნით სიტყვის დროს და მთავარი გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა გლობალურ გამოწვევებს და ამ მხრივ საქართველოს როლზე და ყველა იმ ტიპის შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს აქვს დღეს ამ ვითარებაში ბიზნესის კეთების და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. გადახედავს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვაზე დაადგენილებას. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დასაბუთებულად მიიღო. ხალხის ძალა კი გადაუდებლად ითხოვს მთავრობის 12 მარტის გადაწყვეტილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შემდეგ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას. მაჭარაშვილის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასტმასის ნარჩენების სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების შესწავლა. მთავრობის ეს დადგენილება მინიმუმ არის შესაჩერებელი გარკვეული დროით, მანამ სანამ არ მოხდება დეტალურად განხილვა ამ მიმართულებების, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულება იქნება, რომელშიც იქნება გამოწვევები. ეკონომიკურ ზიანთან ერთად, რაც აუცილებლად იქნება, რა თქმა უნდა, იმ მიზნის მიღწევაც კი ვერ მოხდება, რა მიზანი ზოგადად ჰქონდა ამ დადგენილებას. ასე რომ ფართო კონსულტაციები არის გამოსავალი იმისათვის, რომ საბოლოო მიზანზე გავიდეთ. საკითხის გადაწყვეტისას მთავრობამ ბუნებრივია იხელმძღვანელა შესაბამის დაეყნო შესაბამის მონაცემებზე დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამავდროულად, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ასევე ხალხის ძალის მხრიდან იყო საინტერესო ინიციატივა შემოთავაზებული შესაბამისი დასაბუთებით. დაველოდოთ რა გამოხმაურება ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება თუ არა კიდევ გახსნილი მსჯელობისთვის არეალი.
უსაფრთხო გარემო და ცხოველთა დაცვა, რისკები და პასუხისმგებლობა. რუსთავიორის პირდაპირ ეთერში მორიგი საჯარო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს წვრილ ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტმა და მიუსაფარ ცხოველთა კლუბის დამფუძნებელმა მიიღეს. გიორგი იაკობაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აუცილებლად ექნება რეაგირება იმ ცილის წამებაზე, რაც მიუსაფარი ცხოველების ცოცხლად დაწვის შესახებ გავრცელდა. როგორ შეიძლება ეს სააგენტო რამე კუთხით ჩართული იყოს ცხოველების ცოცხლად დაწვაში. ეს საერთოდ წარმოუდგენელი სისტემაა, წარმოუდგენელი თემაა. ალბათ ამაზე ჩვენ მე რეაგირება გვექნება აუცილებლად. იმიტომ რომ ამითი რეპუტაციის შელახვა მოხდა თვითონ სააგენტოსი, არა მარტო სააგენტოსი, არამედ თვითონ პროგრამის, რომელიც 25 თებერვალს 2026 წლის დაამტკიცა მთავრობამ 412 განკარგულებით. ასევე მოხდა მთლიანად ქვეყნის იმიჯის დაზარალება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ წარმოდგენილი, როგორც უკვე გითხარით, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. რადგან ესე მოხდა, რომ რაღაცნაირად ჭორის გავრცელებაში დაგვედო ყველას, მეც იმ აქტივისტებს მივაწერ თავს და ყველას დაგვედო ბრალი. ლოგიკური ეჭვი გამოიწვია იმან, რომ მოხდა ქაოტურად ძაღლების აყვანა და ყველა გადაიყვანეს გორის თავშესაფარში, სადაც იყო კრემატორიუმი და იქ მოხდა მათი დაწვა. ცოცხლად თუ ევთანაზირების ამის იმაში სიღრმეებში არ შევდივარ, მაგრამ მოხდეს ამ კადრების გასაჯაროება და ვნახოთ მოყვარულებმა და თქვენც დაამტკიცებთ იმას, რომ ნამდვილად მართლები ხართ. კანონებიც კიდე ადამიანის დაწერილია და ბიბლია არ არის რომ არ შეიცვალოს რა. კანონი იქნება განკარგულება თუ რაღაცა. მთავარი არის რომ მოხდეს ესე იგი იდენტიფიცირება პრობლემის და თუ პრობლემის იდენტიფიცირება ხდება, მაშინ ხდება იმ პრობლემის გადაჭრაც. იმისათვის რომ ყინული ლღვებოდეს და ასე ვთქვათ თანამშრომლობის პლატფორმა იყოს და არა დაპირისპირების, ყველა თვალსაზრისი უნდა იყოს ან გათვალისწინებული, ან გაუთვალისწინებულების შემთხვევაში დასაბუთდეს რატო არ ითვალისწინებ. დღევანდელ მოცემულობაში ერთადერთი რეალური გზა ეს არის დაიჭირე, გაასტერილე, ჩაატარე ვაქცინაცია და დააბრუნე და შეეცადე რომ უპოვო პატრონი ან მიმკედლებელი მაინც. ამას ალტერნატივა არ აქვს. იმედია რომ დიდი ბევრი წლები არა და ეს პოპულაციის შემცირება მოგცემს საშუალებას რომ პირიქით ის ცხოველი არ დავაბრუნოთ იმ ტერიტორიაზე და უპოვოთ პირდაპირ თავშესაფრიდანვე მე პატრონე, მაგრამ აქამდე ბევრი გზა არის და ფიქრობ და ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება რომ დღეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც არასდროს არ ყოფილა ასეთი გამართული კანონმდებლობა, მიუხედავად ყველა პოტენციური ხარვეზისა, რომელიც შეიძლება. არასდროს არ ყოფილა ამხელა ასე თქვათ დეტალური კანონმდებლობა ამ საკითხზე. არასდროს ყოფილა ასეთი პოლიტიკური ნება და არასდროს ყოფილა ამდენი ფინანსები. იმისათვის რომ ეს საკითხი მოგვარდეს, ამას უნდა ერთობლივი და სწორი მუშაობა. თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია გეფას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებიც გამგეობას ან მერიას მედიკამენტების საჭიროების თაობაზე მიმართავენ, გეფას ნებისმიერი აფთიაქიდან კვირის ნებისმიერ დღეს მედიკამენტები დამატებითი ფასდაკლებით გაიცემა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა. ფასდაკლების დღეების გასვლად მთელი კვირის განმავლობაში ფასდაკლებული ფასით ისარგებლებს ყველა ის მომხმარებელი, რომელიც გამგეობას და ქალაქ თბილისის მერიას მიმართავს მედიკამენტურ დახმარებებზე. ეს უკვე მეორე კომპანია, რომელსაც ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, პირველი იყო კომპანია ავერსი, ახლა არის ეს გეფა. ძალიან კარგი ინიციატივა. თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ ქალაქ თბილისის მერიას და გამგეობას, გეფა სააფთიაქო ქსელში, რომელიც ოპერირებს ბაზარზე, ფარმადეპოს, ჯიპისის და ლურჯი ჯვრის აფთიაქებში შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ფასდაკლებით, როგორც მედიკამენტებზე, ისე სხვა საჭიროებებზე კვირის ნებისმიერ დღეს.
დედოფლის წყაროში ირიგაციის ახალი ტარიფებისა და სარწყავის სეზონის მზადების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. მხარეებმა იმსჯელეს სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე და წყალსარგებლობის ხელშეკრულების დროულად გაფორმების აუცილებლობაზე. შევხვდით ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და სოფლის წარმომადგენლებს, გავაცანით ის სიახლეები, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის პერიოდში, ასევე გავაცანით სუბსიდირების მიმართულება ირიგაციის თვალსაზრისით, გავაცანით ტარიფების შესახებ ინფორმაცია, ის გეგმები, რომელიც საქართველოს მელიორაცია გეგმავს 2026 წლისათვის. ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სექტორის განვითარებას, რასაც მელიორაცია ჰქვია და ამ მხრივ გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ უკვე ვიმკით ამ დადებით შედეგებს და ის სიახლეები, ის ტარიფები, ის მიდგომები, რომელიც გეგმა 2026 წლიდან დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის განვითარებას ძალიან დადებითად წაადგება. კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდში ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ახალი ტრენინგ მოდული დაიწყო. ტრენინგის ფარგლებში განიხილეს სასარგებლო AI პლატფორმები, მათი პრაქტიკაში გამოყენების წესები და გამოწვევები. ამას გარდა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიის ციფრული მხარდაჭერის პროგრამას ორი ახალი მოდული დაემატა: ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. მოდულების სამიზნე ჯგუფები კი ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები და სტუდენტები არიან. კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან ციფრული მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს საქართველოს რეგიონებში. ამ პროგრამის ფარგლებში სულ ახლახანს დავამატეთ ორი ახალი მოდული, ეს გახლავთ ძალიან აქტუალური მოდულები. ერთი არის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება, ხოლო მეორე ინტერნეტი დასაქმებისთვის, რომელიც ახლა უკვე ხორციელდება ზუგდიდსა და ოზურგეთში. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ორი ახალი მოდული იქნება ისეთივე მოთხოვნადი, როგორც ყველა წინა, რომელიც უკვე განხორციელდა ამ რეგიონებში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაესწროთ ჩვენს ვებგვერდზე rustavio.gt. განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9 საათზე.